ამ ვიდეოში პატარა ჩერი პირველად ატარებს მანქანას, თანაც მექანიკას. რომ არ მოგატყუოთ, ამ დღის შემდეგ ახალი გინებების მეტი ვერაფერი ვერ ვისწავლე. და სურვილიც აღარ მქონია რეალურად მანქანაზე დაჯდომის, ეს გინების ბრალი არ ყოფილა, მე არ მინდოდა. და დღეს გადავწყვიტე, აი ესე ექსპრომტად, რომ მანქანა გამეტარებინა ისევ, იმიტომ რომ სიმულატორზე ხშირად ვატარებ ხოლმე სახლში. და რა ვიცი, მაინტერესებს რა, იმუშავა თუ არა სიმულატორმა და რამე გავლენა ქონდა თუ არა. მოვედით ცოტა გაშლილ ადგილზე, სადაც არავის არ დავაზიანებ ოპერატორის გარდა. ხო, მაქსიმუმ ოპერატორს დავარტყამეტი, არაფერი ისეთი. თუმცა მანამდე უნდა გავტესტოთ სიმულატორზე როგორ ვატარებ, დაახლოებით რომ წარმოიდგინე შემექმნას და შემდეგ უკვე გადმოვინაცვლებთ უშუალოდ მანქანაზე. მოკლედ, პირველ რიგში მინდა რომ სიმულატორზე გავტესტო, როგორ ვატარებ. ვიღაც დამეჯახა. აქაც მაქვს მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ისევე როგორც იმ მანქანაში მექნება, ასე რომ ფიქრობ ცოტათი წარმოდგენა შემექმნება რა როგორ უნდა გავაკეთო. საჭიროა თამაშობ უკვე დაახლოებით 2 თვეზე მეტია, ძალიან აქტიურად სხვათა შორის. ესე იგი, პირველ რიგში დავაჭერთ ეგრეთ წოდებულ ცეპლენიას, ქართულად არ მახსოვს რა ქვია, მე გავიგებ და შემდეგ ნაწილში უკვე ქართულად ვიტყვი და ვქოქავთ მანქანას. ეგ არის, დაიქოქა. ამოვწევთ ხელის მუხრუჭს. ჩავაგდებთ უკუსლაში, გავიხედებით უკან, ნელ-ნელა მივცევით გაზს და ოდნავ ავუშვებთ ეგრეთ წოდებულ ცეპლენიას. ეგ არის. დავაჭერთ მუხრუჭს და დავაჭერთ ისევ ცეპლენიას. აუ, არ ვიცი რა ქვია ქართულად. ბოდიში თრო ცეპლენიას ვეძახი. შემდეგ ვაგდებთ პირველ სიჩქარეში, ისე ოდნავ გაზი, ვუშვებთ კლაჩს და წავედით. დავდივართ, ნაის. ვამუხრუჭებთ. ასე, გავატაროთ ეს მანქანები. ჩავრთოთ სიმსიმამ. სადღაცას ავძვევით, მაგრამ არა უშავს, გავაჭიროთ, ეგ არის. აქ მე მგონი ახლა უნდა ჩავაჭირო და უცებ გადავიაროთ აი ესე. და ციმციმა დამჭა ჩართული, ნაის. უიღვედით არ შემიკრავს. სიჩქარეში გადავთვალთ, ვიცი. თამაშობ ხოლმე. სალონში ჩავჯდეთ, აი ასე. მე ხავ გავაჭირებ ნელა. მოდი მეორეში გადავთვალთ. ეგ არის. მუხრუჭს აუშვათ, გაზს მივცეთ, კლაჩსაც აუშვათ. მანქანა ჩამიკრა, ნაის. აუ თუ დაიქოქება. დაიქოქება მეთო! წავედით, მე მანქანა არ მოდის. მოდის, მაგრამ გადავასწრებთ. ეგ არის, არ დავეჯახი. მაგარი ვარ და. სანამ საჭეს ვიყიდიდი, იქამდე საერთოდ არ ვიცოდი მექანიკა როგორ უნდა მეტარებინა. ძალიან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აუცილებლად პირველივე საზზე გამომივა მანქანის მართვა. თუ გაინტერესებთ მართალი ვარ თუ არა, ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. დავა ჩავვარვთ ხა ამას. კაი, ესე იგი, გაკვეთილი ნასწავლია, კლაჩს უნდა დავაჭირო, მაშინ როცა ვაჩერებ მანქანას, იმიტომ რომ ჩაქრება. აქამდე თუ არ ვაკეთებდი ამას, არ ვიცი, მაგრამ არა ვიშს. რა შვები, ჩემი ზვა. ბიჭო, ესე მივყვეთ ნელა, არსად არ გუჩქარება. წვეტილი იყო, მეგობრებო, აქ შეიძლება გასწრება. აქ უნდა შევუქვიოთ. ეგ არის, ხალხო, გამატარეთ, არ ვიცი ტარება. გადადით მალე რა ქალბატონო თუ შეიძლება რას მისიგნალე ბიჭო აუ წრიულს გავწრი ვაიმე აი ერთი წამი სტაბილურობა ეგ არის ნუ ბარდეულზე ავედით მაგრამ არა უშვს აქ რო შევასკრე აუფეთქდები ვაქრობთ მანქანას ხელის მუხრუჭს ამოვწევთ ნეიტრალში ჩავაგდებთ მეორე მხარეს აქვს მანქანას ჩასასხმელი ხუთილარი სუპერი რა. სუპერს ვასხავხობთ მეგობრებო, ხა რეგულარი არ მეკადრება რა. ჩვენი ხუთილარი სუპერი დაასპონსორა ჰანგრიმერმა, მადლობა. აუ რაღა ჯიკლას დავარტყიჩ. Meanwhile მანამდე მინდა გთხოვთ რომ არხი გამოიწევოთ და ვიდეო დაალაიქოთ. დაახლოებით 3 თვე დამჭა იმისათვის რომ 100,000 გამომწერზე ავიდე ჰანგრიმერის ჩელენჯის მიხედვით, ასე რომ გამოიწევთ არხი, გთხოვთ. აუ მიფრთხილით მეგობრებო მართვის მოწყობას ვავიღებ წინ არავინ გადამიგეთ უწყვეტი რომ გადავკვეთო შეიძლება პატრული ხომ მოდის არ მოდის წავედით ეს მოკლე გზა მეგობრებო ხო ხდებით დრო უნდა დაზოგოთ დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც თქვენს ცხოვრებაში ასე რომ მაქსიმალურად ეცადეთ რომ დრო დაზოგოთ მეგობრებო სპიდ ლიმიტს ვიცავლეთ არ წერია არსად ახლა ჩემბრალი კარგი ახლა არის რაღაც მოსახვევი რომელიც ნუ ჩემთვის ძალიან მარტივი ოპერაციაა. ეს ჩემთვის შეუძლებელი ოპერაციაა. ხო ხდებით? მეგობრებო, ნახეთ. ახალი ყურსასმენი მაქვს. Fifine X3. უკაბელო Bluetooth ყურსასმენი თქვენი ნებისმიერი დევაისისთვის. იქნება ეს PlayStation-ი, Xbox-ი, კომპიუტერი თუ ტელეფონი. შებუთვაში გვხვდება მიკროფონი, რომელიც მოხსნათ შეგიძლიათ, AUX კაბელი და დამტენი. ყურსასმენი გამოირჩევა მისი თანამედროვე და ძალიან კომფორტული დიზაინით.
მისი დაკეცვა ორ პოზიციაში შეგიძლიათ და გარდა ამისა აქვს ურბილესი ბალეშები, რომელიც ამ ფასისთვის ჩემი აზრით საუკეთესო noise cancellation-ს გაძლევთ. ყურსასმენის მარჯვენა მხარეს გვხვდება ხმის დახშობის ღილაკი, ხმის აწევა-ჩაწევის ღილაკი და ჩართო გამორთვის ღილაკი. ასევე გვხვდება AUX პორტი, Type-C პორტი და მიკროფონის პორტი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რადგან მარჯვენა მხარეს გვაქვს განთავსებული სენსორი, რომელზეც ორჯერ თითის დაჭერის შემთხვევაში აქტიურდება bass boost რეჟიმი, ხოლო სამჯერ შეხების შემთხვევაში აქტიურდება gameplay mode, რომელიც უფრო ნაკლებ დაყონებას გაძლევთ და თამაშებში უფრო ეფექტურია. ყურსასმენის ფასი არის სულ რაღაც $62 და ჩემი აზრით ამ ფასისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ყურსასმენია. შესაძლებლად გადავიდეთ აღწერაში მოცემულ პირველივე ლინკზე. აქ მე მგონი უკუსლით ეს არ გამიტანია მე. ბოლომდე მარჯვნივ უნდა ავიღო, ოდნავ გაზი მივცე და ჰოპ ეგ არის მეგობრებო. მე როგორც ვიცი აღმართზე ძალიან ბევრი ადამიანი იჭრება რა, მაგრამ მე მაინტერესებს რა არის ხამან ეგეთი ჰა, ხელს მოხუჭი 60. ნუ ეს არ ვიცი როგორ კეთდება, მაგრამ ალბათ ესე კეთდება. ოპ, მეგობრებო. ოპ, ნახეთ რა ზუსტ დავჭე. იცით რა, მეგობრებო თამაში შემეშალა. კარგი, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა რა მანქანა უნდა გავატარო პირველი ტარებისთვის, თუ არა, შევროლეთ კორვეტი, მეგობრებო. შავი ფერის, ეს არის მამაჩემის მანქანა მეგობრებო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე არ მყავს ჯერ. და გავატარებთ ამას, იმიტომ რომ რა ვიცი, დასაწყისისთვის მეტი არ არის საჭირო. ეხლა პატარა განხილვა გავაკეთოთ, გიორგი სარიშვილის როლსაც მოვირგებ. ჩემი მანქანა დამიჯდა ძალიან ბევრი მეგობრებო, ამისათვის მთელი სახლკარი ჩავდე ბანკში. ასევე ჰანგრიმენი მომეხმარა, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მათ, რომ ესეთი მანქანა შემაძენინეს. და რა თქმა უნდა, მთავარი დეტალი არის ის, რომ არის მექანიკა. აჰა. ის სასმელი არ გვასპონსორებს, მაგას დავბლარავ. ადრე დოთიაშვილ მას გადაიღო სხვადასხვა ასეთი ვიდეო, უბრალოდ ავტომატიკას ატარებდა რა. დოთი ეხა მე გაჩელენჯებ შენ, რომ მექანიკა გაატარო. ნუ არ ვიცი ეხა მე როგორ გავატარებ, შეიძლება ოპერატორი მოკლა, მაგრამ ნუ ეგ დიდი პრობლემა არ არის გამოცვლი ოპერატორს მის მეტი რა არის. ნუ მართალი ეხა მანქანას მარტო ვერ გავატარებ, იმიტომ რომ მითითებები დამჭირდება ვინმესგან და ვინ უნდა მომეყვანა თუ არა, თუ შეიძლება. რა ვიცი. ამოჭიქოთ. ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, რომ მამა შენი მოიყვანეო კიდევ და კიდევ და კიდევ. ხო და აი მოვიყვანე. აგისრულე სულ. გამარჯობათ, საბას გამომწერებო. გამოვიწეროთ ხოლმე ვიდეო და ავიყვანოთ ასკაზე. ხო, 100.000-ზე ვართ ასასრულების 3 თვე დაგვრჩა დაახლოებით, ასე რომ გამოწერის ღილაკს დააჭიეთ დაბლა. ეხლა მე მაინტერესებს ასეთი რაღაც. შენი აზრით რა შანსები მაქვს, რომ კარგად გავატარებ? ნუ ეხლა რომ შენებლობიდან რაც დაგაკვირდით, მე მგონი ამის შანსიც უკეთესი გექნება. პირველად რო გავატარე მანქანა, ეგ ვიდეო დღემდე არსებობს. ნახა ხალხმაც და რას ფიქრობ, აბა იმის მერე უნჯობესი იქნება, ხო, ჩემი ტარება ალბათ უკეთესი. და მაშინაც კარგი იყო, იყავი რამდენი 9 წელი? 9-10 წლის ალბათ. 9 წლის. ნუ როგორც ასეთი ნასვამი მამა შვიდობით მიიყვანეს სახში მაშინ პირველ წდაზე. ხუმრობა არ დაგვიჭიროთ დედახურის უსეში ვატარებდით, არავინ არ დაზარალებულა მაგ ვიდეოს გადაღების დროს. კაი, მე სხვადასხვა სახლში საჭეზე ვატარებ ხოლმე სიმულატორზე. და მექანიკაზე მიყენია ყოველთვის. პატარა წარმოდგენა მაქვს, მოკლედ თეორიულად ვიცი რა როგორ უნდა გავაკეთო. ასე რომ ახლა გადავინას უშუალოდ მანქანაში და უკვე უფრო დეტალურად ამიხსენ. აბა რას ვაკეთებ? რა პირველი რაც უნდა გააკეთო, უნდა მოერგო საჭეს სიდენია, უნდა მიწიო და აი დააყენო შენ ზომაზე როგორც გინდა. ისე რომ თავისუფლად მიწვდე პედლებს. სამი პედალი აქვს რო იცოდე. ეგ ვიცი კაცო, ეგეთი გამონაცვლებიც კი არ ვარ. აი, სიდენია მოვირგე. კარგად გაქვს პედლებზე მორგებული, ყველაფერი გადაამოწმე. დავქოფოთ ახლა. ანუ პირველი რაც არის, ხალასტოიში უნდა გქონდეს. და ხალასტო. რა ვიცი, დავქოფ. ცეპლენი გვინდა თუ და ჯერ არ გვინდა დაქოფაზე, ამერიკული არ არის, ეს ევროპული. შემდეგი დავქოფავ ჩემ. ცეპლენიას, ანუ კონუს ვაწვევით. კონუსი ქვია? ცეპლენიას ვეძახით, მაგრამ ხალხში ვეძახით ინგლისურად. კონუსი ქვია, მე როგორც ვიცი კარგად და რავი, ვაწვევით ბოლომდე, ვაგდებთ მე პირველში და აწევთ ცეპლენიას ბოლომდე, ვაგდებთ პირველში, ცეპლენიას უშვებ ოდნავ, სულ ოდნავ, ნელა-ნელა და ოდნავ აძლევ, გაზი უნდა ცოტა. ხო, გაზს მივეჩვიო ჯერ. ტახომეტრია კონტროლე, უფრო აი 1.5-ით ნორმალური იქნება. შეგეძლია ნელა-ნელა დაძრა. ნელა-ნელა გაზს აუშვეხი თავის ხოდით ვეივლის მამე. ტორმუსსაც მოიცავ ტესტავ ჯერ როგორ აჰა, всё, ტორმუს როცა აწვევი, აუცილებლად ვაჭერთ ცეპლენიას და მერე ტორმუსს, რომ მანქანა ჩაგიქრება ტორმუსს თუ ეგრევე დააწვევი. აბა ესე ჩადი იქიდან, თუ ამონაკვეთზე გირჩევნია. ჯერ ცოტა მივეჩვიო მანქანის გაბარიტებს შეუძლია. ნელა ხენი ჩვენი ვიდეო გადამღები არა აკაპოტო.
აქვე მინდა გთხოვთ რომ არხი გამოიწევთ და ვიდეო დაალაიქოთ, რადგან 100,000-ზე უნდა ავიდე, დაახლოებით 3 თვე დამჭა. კაკოს Discord community-ში მეგობრებო, დავწერე მსგავსი რაღაც. community შევთანხმდით თლიათ რომ კაკოს ბანანები უნდა გვერქვას ჩვენ რა. ამიტომ ასეთი პირობა მივეცი იქ საზოგადოებას, რომ 100,000-ს გამომწერს როგორც კი ავალ, ბანანის ფორმას ჩავისვე და გარეთ გავალ ეგრე. აი, დაძრო პირველივეზე გამომივიდეს ხო? კი, საუკეთესო იყო. არ მეგონა, თან სხვადასხვის საბას გამომწერებო. რო იცოდეთ, ყოველთვის ამაზე გვაქვს მე და საბას კამათი, სულ ვეუბნები რომ წამო მანქანა ვატაროთ და სურვილიც არ აქვს. 15 წლის ახალგაზრდა კაცს სურვილი არ აქვს რომ მანქანის დარება იცოდეს. დისავენ მეგობრებო. და მე როცა ვიყავი პატარა, 7-8 წლის მამაჩემს კამაზი ყავდა, იმას პარავდი ხოლმე და იმით დავდიოდი. განვითარდა ხა ტექნიკა, მე სიმულატორზე ვატარებ სახლში, არ მჭირდება საერთოდ. ესე იგი მაგ დამიშვია შეცდომა, რომ ის არ უნდა მეყიდა შენთვის, რომ ამაზე უფრო ქონოდა მოთხოვნა. დოთი გიწევ, დოთი აი ავტომატიკა რო ვატარე, ახლა მექანიკის დროს. აბა იქიდან, და იქიდან ჩირო. წამოვიდე. არა, ჩავკრა. აჰა, აი. ჩაქრა. გივე გააგეთე? მე რატო არ ჩავწიე ხელის მუხრუჭი? არ ვიცი, მე ჩაწეული მქონდა. ოდნავ ისე როდის ვისწავლეთ. აი სიჩქარის გადართვას ვისწავლეთ სულ მალე. ძალიან ნამდვილი ადამიანი, აი. არა, მე Honda ძალიან მიყვარს ზოგადად. ჩემი საყვარელი მანქანაა. შო, აი, ცოტა უხეში დაძრო იყო, მაგრამ არა უშვებს. ანუ ეხა ცოტა მაღალი აბაროტი, გაზი და მე შეგიძლია უკვე მეორეში გადართო. ცეპლინიას დააძეხე. ეგეც მეორეში უკვე მაღალია და ძალიან უნდა გაუთამამდე. აჰა, გაბარიტშიც კარგად შემოვედით. აი აქ უკვე შეიძლება ჩაგიქრეს პირველი თუ არ მიაშვილი. ორი ხელით რო არ მიჭირავ საჭე ამაზე ჩამჭრიან ხო გამოსაზე. ნუ ერაფერს ვერ ჩაგჭრიან, თუ გინდა ცალითით ატარე შენ და ჩააბარა. აი ახლა იქ ბოძთან გავაჭირებ. იმედია ბოძზე არ ავალთ და ისე არ გავაჭერებთ. უკოსლას ხარ ვცად? შეგვიძლია, მარტო წინ სიარული როგორ არის? ანუ ეხლა იგივე სიტუაციაა, როგორც დაგასწრებ. უნდა დავაჭირო და ეგრე. ხო. აბა, რას უნდა დააჭირო? თუ უნდა მოწიო პირიქით. კი არ უნდა დააჭირო. უნდა მოწიო? აი ესე უნდა მოწიო. ჩემთან სიმულატორზე პირიქით არის, მაგიტომ. ცეპლენიას დააძეხი? სო, უკოსლას. სო, არის. და ფრთხილად იგივე მანევრი გაიმეორე როგორც წინ დაძრაზე. ფრთხილად და სარკეებში უყურე აუცილებელი არის პირველი რაც არის, როცა უკასვლით დადიხარ, აკონტროლო სარკე. აი ეს თუ ბებერი კამაზის ბრძოლივით გადაყავი თავი და კარები გააღე და მოიცა არაფერს დავეტაკვი, ეგრე ვერაფერს ვერ ისწავლე. ოდნა უშვებთ, გას ვაძლევთ და მივდივართ, всё. იმენა სუპერ. აჰა. ეგრე სწრაფადაც მოწახვალ ახლა და ნუ შემაშინე ხეც. არ გვინდა სისწრაფე ახლა, მაინც ახალი ვედახარ. ვინ დიზელი ვარ მეგობრებო, ოღონდ ცოტა შავრი. მეგობრებო, მამაჩემს ეგონა რომ მე მანქანის ტარება არ ვიცოდი და ეგრე არ არის, ანუ მე წარმოგიდგენ მანქანაზე დაჯდომის გარეშე ვისწავლე საბაზისო დონეზე რა და მშობლობა აი შვილები თუ გეუბნებიან რომ საჭე მიყიდეთო, უყიდეთ. აჰა, სიჩქარის შეცვლას როგორ აითვისე? იყოს მაღალ აბაროთზეც და სარკეებში აუცილებლად. ზედა სარკეს არ ვიყენებთ. რავი, ზედა სარკეში საერთოდ არც უნდა გაიხედო. ცოტა გარკვევებს ვაკეთებთ, თორე კარგი. ეგ ეხა მიჩვევის ამბავია, მე თუ მკითხავ რა. ნუ ავტომატიკაზე არ დაგჭირდება გარკვევის გაკეთება. მე მინდა მეგობრებო, აი როცა მართვის მოწოდას ავიღებ, რაიმე სამანქანო პროექტი დავიწყო. რამე იაფიანი მანქანა ვიყიდო და მოსპორტულო ვიზუალზე მაინც ავაწყო. ნუ მოდი Civic-ით დავიწყოთ. კი ბატონო, Civic ძალიან მიყვარს. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მანქანა, თან იაფია, თან კარგია, 2 JZ-ით ხარე და გააზრებ თვითმფრინავსაც კი. მეგობრებო, ხელის მუხრუჭს ისე კიდევს ხოლმე ხელს ეგრევე. არა, ჩვევათ მაგას, როცა მე დავდივარ სულ ესე მაქვს ხელი. აი, როგორ ხმას გამოცემს, მე 4-ში აქვს ჩაგდებული.
კარგია, მშვენიერი. აუცილე. ოპერატორს მე დავეჯახო რა ერთი. რა სიტყვი კარგად ვატარებ? არა. აბა იდადექი. დამეულე შენ. სპონსორებს რაც შეეხება გახსნილა ყველანაირი შემოთავაზებისათვის შეგიძლიათ მომწეროთ ბიზნეს მეილი აღწერაში იქნება, იმიტომ რომ ჰანგრიმენი ხო არ იქნება სულ ჩემი სპონსორი. მადლობა ბიჭებს. და სამომავლოდაც მჭირდება რა. თან ძალიან კარგი გადაცემა დავიწყე ახლა, რომლის მეორე ეპიზოდის დაიდება შემდეგ თვეში. ძალიან მაგარი ვიდეოს იდეები მაქვს, ასე რომ სპონსორებს გილოდებით ჩემთან მეილზე. Discord community-შიც დაჯოინდით ჩემთან და Instagram-ზე დამოფოლოვეთ კიდე იქნება ხოლმე სიახლეები. მე ვფიქრობ, სუდი ნამდვილად არ იყო. თავარი ჩვენ ოპერატორს როგორ მოეწონა, შიშები ხო არ ქონდა, როცა საბა უახლოვდებოდა, ანუ ჩერი უახლოვდებოდა. მანქანები რა. კი. ეს გოგონას ვფიქრობ დამწევია, ახალი მოსწავლეა, მოიპარა მანქანა და გარბის. გენ დავეგონკაო? ვაჯობია. და მაშინ მე გადავალ. მე მგონი დაგვეჯახება. დარწმუნებული ვარ, რომ პირველად ზის მართლა მანქანაზე და ნიკა ვერიგეს მაო. ამხელა ბავშვია ვიღაც. მოდი წავედით. კარგად სტარტერს და გავედით რა. მე მგონი დავბრიდავს. დამფოლოთ Instagram-ზე და მე კიდე შეგხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace.